ერთგვარი პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლები ჰიპერმარკეტების, ქსელების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორს შეხვდნენ. ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა ტიპის საკანონმდებლო პაკეტს მოამზადეს დარგობრივი უწყება, თუმცა საუბარია უშუალოდ სურსათთან შემხებლობაში არსებული პლასტიკის აკრძალვაზე, რომელიც დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოს დაცვით გამოწვევას წარმოადგენს. რა გავლენა იქნება პლასტიკის მოხმარების რეგულირებას ბიზნესზე და მომხმარებელზე, ასევე რამდენად მზად არის ბაზარი ახალ მოთხოვნებს დროულად მოერგოს. ელენე გოგბერაშვილი გვერდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ელენე, გისმენთ. ანუკა, პლასტიკის საგნები, განსაკუთრებით კი ერთჯერადი ჭიქები, ჩანგლები და სხვა პროდუქტები, რომელიც ადამიანის საკვებთან არის უშუალოდ შემხებლობაში, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. გარემოს დაცვის სამინისტრომ ევროდირექტივიდან გამომდინარე დაიწყო აღნიშნული პროდუქტების მოხმარების რეგულირებაზე მუშაობა. არსებული ინფორმაციით, სამინისტრო ერთჯერადი გამოყენების საგნების იმპორტის და მოხმარების აკრძალვას 2026 წლის იანვრიდან გეგმავს, თუმცა ჯერ კონკრეტულ ვადებზე შეთანხმება მიღწეული არ არის. პლასტიკის მწარმოებლებისა და იმპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ სამინისტრომ ამჯერად რითეილ და სტუმარ-მასპინძლობის სექტორთან გამართა აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთავრობას სურს რეალურად აღსრულებადი რეგულაცია მიიღოს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა ტიპის პლასტიკის ნაწარმზე გავრცელდება აკრძალვა და რა ახალი თამაშის წესებით მოუწევს ოპერირება ბიზნესს. გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქციის აკრძალვის საკითხზე. აქ ბუნებრივია საუბარია ისეთ პროდუქციაზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და უშუალოდ არის შემხებლობაში სურსათთან და დღეს ჩვენ გვქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ვისაუბრეთ იმ აკრძალვებთან მიმართებით, რასაც სახელმწიფო გეგმავს ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქციის ნაწილში და ჩვენ ფაქტობრივად შევთანხმდით გარკვეულ ჩამონათვალზე იმ პროდუქციისა, რომლის ჩანაცვლებაც უფრო ეკოლოგიურად სუფთა და სურსათის უნებლობის კუთხით სუფთა პროდუქციით გაცილებით მარტივი იქნება, თუმცა არის გარკვეული გამოწვევები, რაც დაისვა ბიზნესის მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ახალი სტანდარტების შემუშავების დროს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ იმ გამოწვევებს და იმ ასე ვთქვათ მოთხოვნებს, რაც დაისვა სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლების მიერ. პლასტიკის საგნების მწარმოებლების ნაწილისთვის ჯერ ბევრი რამ გაურკვეველია, რის გამოც სამინისტროსთან საკუთარი ინიციატივითაც გეგმავენ შეხვედრას. თავად სამასპინძლო დაწესებულებები კი ამბობენ, რომ მწარმოებლებისგან განსხვავებით ისინი გადაწყობას ახალ სტანდარტზე გაცილებით მარტივად მოახერხებენ, თუმცა პლასტიკის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა გაცილებით ძვირი იქნება, რაც უფრო მეტად მიტანის სერვისს გააძვირებს და ბუნებრივია მომხმარებელზეც აისახება. საბოლოოდ ყველა გადაწყვეტილება ფინანსურად მიდის მომხმარებლად. თუ ბიზნესს უძღვირდება თვითღირებულება, ეს აისახება ფასში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პლასტიკის მოხმარება მთელი მსოფლიო მასშტაბით იმიტომ არის განვითარებული და ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევენ, იმიტომ რომ იაფია. მისი ჩანაცვლება იმ საშუალებებით, რომელიც უფრო ძვირი არის, რა თქმა უნდა, თვითღირებულებას გააძვირებს და გააძვირებს სხვადასხვა პროდუქტებზე ფასს. ძირითადად ეს მიტანის სერვისში აისახება და რა თქმა უნდა გატანის სერვისი, ასე რომ ვთქვათ, აისახება და შესაბამისად მომხმარებელი გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ რასაც მოიხმარს პროდუქტს დღესდღეობით თუ მივიც 5-დან 10%-მდე გაუძვირდება. აგვიხსნან, დაგვილაგონ, რა ჩაითვლება მრავალჯერადად და რა არ ჩაითვლება, რა სისქე უნდა იყოს, რა მოცულობის უნდა იყოს, რა მასალა უნდა იყოს. კაცი ხო უნდა ჩამოყალიბდეს, კაცო, სოფლის მეურნეობის ყუთებს რას უკეთებთ? მოცვის განვითარება რო არის საქართველოში მოცვი, იმ ყუთებს რას უკეთებ, იმ დაფასებებას რას უკეთებ. პამიდორი როა დაფასებული კარპურში თუ ნეკორაში რო შედიხარ, ის ხო აქტიურად იგრძალება, ის ხო მრავალჯერადი არა, ის ერთჯერადია, მაგრამ თუ შენ შესაფულს აძლევ ნებას, მაშინ უნდა დაკონკრეტდეს, რას აძლევ ნებას და რას არ აძლევ ნებას, რისი ნება არის, რისი ნება არ არის. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612 მილიონზე მეტ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვს, ეგრეთ წოდებულ საწრუფს, თებში და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც ჯამურად 4-დან 6,000 ტონამდე პლასტიკს შეადგენს. ამ მოცემულობით პლასტიკის საგნების რა ტიპის რეგულირებას თავაზობს ბაზარს დარგობრივი სამინისტრო ჯერ საჯაროდ უცნობია, კერძო სექტორი დამატებით ვადებს ითხოვს, რადგან თუ ეკოლოგიური
აქტიურად სუფთა წარმოებაზე გადაწყობა მოუწევთ. ეს დამატებით ინვესტიციებთან ერთად ტექნიკურად აღჭურვისთვის მინიმუმ 6 თვიან პერიოდს მოითხოვს. ბერაშვილი იყო, რომელსაც პლასტიკის მიმართულებით ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვეწოდა.